გავაგრძელე დღევანდელი შეხვედრები ორი სხვადასხვა პლატფორმას შევხვდი კიდევ. ერთი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, ეს იმ ადამიანებისგან შედგებოდა, ვინც დღეს დგანან ქუჩაში, ის აქტივისტები, ინდივიდუალური თუ ჯგუფები, თუ ვინც იყო ამის ერთგვარი სათავეში, თუმცა აქ ვერ ვილაპარაკებთ ვინმე ორგანიზატორებზე, ეს არის ყველა ერთად და მათი ასევე გზავნილები მაინტერესებდა, მათი პრობლემები დღევანდელ დღეს ამ რეპრესიულ მანქანის წინაშე და მათი მზადყოფნა, რაც გამოხატეს იმისთვის, რომ ბოლომდე გააგრძელონ ეს ბრძოლა და მე ამ შემართებას ჩავიტან კიდევ ერთხელ მიუნხენში, რადგან ეს დღევანდელი შეხვედრების მისამართი ეს იყო, რომ ვიცოდე ყველა ჯგუფის შემდეგ ამ შეხვედრების შემდეგ რა არის ის მთავარი გზავნილები და მთავარი პრობლემები, რაც მე უნდა წავიღო. შემდგომ მქონდა ამ არასამთავრობოების პლატფორმასთან შეხვედრა, სადაც ძალიან საინტერესო საკითხები ასევე წამოიჭრა, შეიძლება ითქვას უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მივიტანო იქა, მით უმეტეს, რომ ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მაღალ დონის ხელმძღვანელები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების და მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რომელიც არის არა მხოლოდ დიქტატურა, ეს რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად საქართველო რუსეთმა აქ მოიგოს ის, რაც ვერასოდეს ვერ მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ახალ ამერიკულ ადმინისტრაციისთვის. მე ვარ ძალიან დამუხტული ამ ყველა შეხვედრებით და ამდენი მოსაზრებებით და ამდენი გზავნილებით. ძალიან სერიოზული პასუხისგებლობა არის, მაგრამ ამავე დროს ვარ ძალიან კმაყოფილი და ეს გრძელდება ხვალაც და ზეგაც, იმითი, რომ ეს პლატფორმები, რომელიც იქმნება, არის პირველი რეალურად პოლიტიკური პროცესი და ეს კოორდინაცია, რომელიც დაიწყო, ეხლა ცოტა მეტად დავალაგებთ, ალბათ შემდეგ რო ჩამოვალ და ვაგრძელებთ ამ პროცესს და ეს არის ის პროცესი, რომელსაც ალბათ ყველა ელოდებოდა და რომელიც ჩვენი ყველასი ვალდებულება არის, რომ გავაძლიეროთ და ამითი ყველას დავეხმაროთ.